ელიადან მოგესალმებით, უნდა გაჩვენოთ ულამაზესი 4 სართულიანი სახლი, 10 ოთახით, 7 საძინებელით, მეტანაც 6 მათგანი მასტერია. შეხედეთ, როგორი ვიტრაჟული ვითარები გვაქვს, არის არაჩვეულებრივი სამზარეულო, გვაქვს მისაღები მაგიდა. სამზარეულოში ჩაშენებულია ბოშის ტექნიკა, არის უმაღლესი ხარისხის, ასევე არის ძალიან კარგი ხარისხის კარადები, ზარმაზარი მაცივრით. გადავინაცვლოთ პირველი საძინებელი ოთახისკენ, რომელიც არის ნათელი, ეს არის ერთ-ერთი მათგანი და გვაქვს ძალიან ლამაზი სააბაზანო. აქვე გვაქვს ხელსაბანებიც. სახლი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საცხოვრებლად, ასევე განიხილოთ სასტუმრო ვარიანტად. გვაქვს ამ სართულზე 2 საძინებელი, ეს ერთი მათგანი, აქ გვაქვს მეორე. ყველგან გვაქვს, რა თქმა უნდა, გათბობის სისტემა. აქვე გვაქვს სველი წერტილი თავისი საშყაპე სისტემით. როგორც აღნიშნე, სართულზე გვაქვს 3 საძინებელი, 2 სველი წერტილი და გადავინაცვლოთ ქვედა სართულზე მარნისკენ. აი ასეთი ლამაზი სივრცეა, შეგიძლიათ ღვინის კოლექციით გაავსოთ ეს ადგილი. აქეთ გვაქვს საბოილერო ნაწილი თავისი გათბობის სისტემით. გაჩვენებთ აქვე არსებულ სველ წერტილს, რომელიც ასევე სრულად მოწყობილია და ამ სართულზე გვაქვს ოთახი, სადაც შეგვიძლია დავრეცხოთ, ანუ სამრეცხავ ოთახად გამოვიყენოთ. გადავინაცვლოთ ზედა სართულზე. სახლი არის სრულად 650 კვადრატი, 10 ოთახისგან შედგება, როგორც გითხარით, და გავაგრძელოთ საძინებლების დათვალიერება. გვაქვს ასეთი ნათელი საძინებელი, ძალიან კომფორტული, რა თქმა უნდა, თავისი სააბაზანო ნაწილით. აქეთ მეორე საძინებელი, ასევე საკმაოდ დიდი მოცულობის, რაც ულამაზესი სველი წერტილით, სრულად მოწყობილი. ჩვენ უკვე ვნახეთ 3 საძინებელი. დავათვალიეროთ კიდევ ერთი მათგანი. ესეც არის ძალიან ნათელი და რა თქმა უნდა თავისი სველი წერტილით. დაათვალიერეთ, ულამაზესად არის მოწყობილი და ძალიან პრაქტიკულია. ეს არის ტერასის ნაწილი, რომელზეც გამოვდივართ ერთ-ერთი საძინებლიდან. დასასრულებელია, მაგრამ როგორც გითხარით, ჩაგბარდებათ სრულიად დასრულებულ მდგომარეობაში. აქვს კიდევ ერთი ოთახი, რომელიც დასასრულებელია, მაგრამ აუცილებლად დასრულებულ კონდიციაში ჩაგბარდებათ. და ვინაცვლოთ მეოთხე სართულზე. ამოვდივართ ამ სახლის მეოთხე სართულზე, სადაც გვაქვს ძალიან ფუნქციური დიდი არეალი, სადაც შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც კაფე დავუშვათ, ან ჩვეულებრივ ვიცხოვროთ ამ სართულზეც, რადგან გვაქვს აქაც ძალიან ლამაზი სველი წერტილი თავისი საშყაპე კაბინით. დაგათვალიერებინებთ ხედებს, გადახედეთ, როგორი გაშლილი ხედებია ყველა ვიტრაჟიდან. ქალაქი ჩანს ხელის კულზე. ულამაზესია ყველაფერი და გადავინაცვლოთ ვერანდაზე და შეგვიძლია მოვაწყოთ ან გავაკეთოთ ბუხრის ნაწილი, მივიღოთ სტუმრები. აქაც შეგვიძლია დავალაგოთ მაგიდები, დავალაგოთ შეზლონგები, ეს თქვენს ფანტაზიაზე მიმინდვია. ხედებს კიდევ ერთხელ დავაფიქსირებდი, არის რეალურად ულამაზესი. სახლის სახურავი შეგვიძლია გამოვიყენოთ კომერციული კუთხით და გამათავსოთ ზედ მობილური კომუნიკაციები. გადავინაცვლოთ ეზოს ნაწილში. დაგათვალიერებინებთ ამ ულამაზესი სახლის ეზოსაც, შეხედეთ რამხელა სივრცეა, 400 კვადრატზე მეც მოიცავს ეზოს ნაწილი. დეტალებზე ინფორმაციისთვის ყველაფერზე დამირეკეთ სასწრაფოდ გელოდებით.